დაგეგმე დღე და ისწავლი როგორ მართო დრო. დაგეგმე თვე და ისწავლი როგორ მართო შედეგები. დაგეგმე წელი და ისწავლი როგორ მართო შენი მომავალი. მოგესალმებით ძვირფასო მეგობარო. მე ნათია გოცაძე ვარ და ეს არის პოდკასტი მათთვის, ვისაც აქვს სურვილი ჩვენს ალტერ დღიურთან ერთად დაგეგმოს 2022 წელი და დაიწყოს საუკეთესო ცვლილებები. მინდა იცოდე, რომ ამ დღიურის შექმნას წინ უძღვის უამრავი წარმატებული შედეგი და რეალური გამოცდილება. უკვე წლებია, სწორედ ამ მექანიზმით ვახდენ ჩვენი მიზნებისა და ამოცანების დაგეგმას და შედეგით სახეზეა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს ინსტრუმენტი ხელმისაწვდომი გაგვეხადა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესებაზე და პიროვნულ განვითარებაზე არიან ორიენტირებულები. მაშ ასე. დღიური შევსება იწყება ბოლო გვერდიდან, სადაც შენი მომავლის სურვილების რუკა მოგიმზადეთ. შენ იცი, რომ ჩვენი ცხოვრება არის პასუხი ჩვენს მოლოდინებზე. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ზუსტად განსაზღვროთ ის მოლოდინები, რომლებიც წლის ბოლოს შედეგებად უნდა ვაქციოთ. გადაშალე ბოლო გვერდზე და დააკვირდი რუკის შემადგენელ ფაზლებს. აქ შენი ცხოვრების 9 ძირითადი სფეროა ასახული. თითოეული მათგანი ნაწილია იმ მთლიანობისას, რასაც ცხოვრება ქვია და ამიტომაც ამ ფაზლებში მხოლოდ ის სურვილები იწერება, რომელთა შესრულებაც მნიშვნელოვნად გაზრდის ცხოვრების ხარისხს და მიგიყვანს თვითკმარობიდან თვითკმაყოფილებამდე. როგორ განსაზღვროთ სურვილები? მაგალითად, ავიღოთ ერთ-ერთი ფაზლი. სიმდიდრე, კეთილდღეობა. კარგად დაფიქრდი, რას ნიშნავს შენთვის ეს სიტყვები. რა უნდა გქონდეს იმისთვის, რომ 2023 წლის სწორედ ამ დღეს საკუთარ თავს უთხრა, მე ფინანსურად უზრუნველყოფილი ადამიანი ვარ. მე კმაყოფილი ვარ ჩემი ფინანსური მდგომარეობით. დაფიქრდი, რა გჭირდება ამისთვის. რამდენი უნდა იყოს შენი შემოსავალი, საიდან და როგორ შეიძლება მიიღო ის. იყავი ობიექტური სურვილების განსაზღვრისას. ეცადე, რომ ყველა მიზანი, რასაც დაისახავ, იყოს კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, რეალისტური და დროში გაწერილი. მაგალითად, თუ კი შენი კმაყოფილებისთვის საჭიროა, რომ თვიური შემოსავალი შეადგენდეს რაღაც X თანხას. ეს უკვე კონკრეტული მოლოდინია და მისი გაზომვაც შესაძლებელია. თუმცა ამის მერე საჭიროა იფიქრო, რამდენად მიღწევადია ამ თანხის მიღება არსებულ გარემოში. და რამდენად რეალურია შენ ხელთ არსებული რესურსებით მოიპოვო ის. შემდეგ დაგეგმე ვადა, როდის უნდა მოხდეს ეს და მხოლოდ ამის მერე გადაიტანე სურვილი ფურცელზე. გახსოვდეს, რომ ყველა ფაზლი სწორედ ამ პრინციპით უნდა შეავსო და კიდევ ერთი. ამ რუკას შენ დღიურის დასრულების შემდეგ ზუსტად 1 წლის თავზე დაუბრუნდები. ამიტომ ყველაფერი დაწერე აწმყო დროში. მაგალითად, ჩემი შემოსავალია ესა და ეს. საზოგადოებაში აღიარებული ვარ ამა და ამ კუთხით. ჩემი ჯანმრთელობა და გარეგნობა არის ასეთი და ასეთი. სად იმოგზაურე, როგორ დაისვენე, რა კუთხით განვითარდი, რა ისწავლე, რა სახის ინტერესები ჩამოგიყალიბდა, რა ხდება სახლში, სამეგობროში, კარიერაში, პირად ურთიერთობებში. დაწერე ყველაფერი ისე, თითქოს უკვე გააქვს და ტკბები ამით. ყველა შედეგი დაინახე და განიცადე როგორც უკვე მიღწეული და სწორედ ასე გადაიტანე სურვილების რუკაზე. გახსოვდეს, ეს შენი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია და თუ არ გადადგა მას, ვერასოდეს გაიგებ რა იქნებოდა რომ. შემდეგი ეტაპი თვის მოდელირებაა და აქ ჩვენ 4 გამოწვევა მოგიმზადეთ. ყოველთვის დასაწყისში უნდა აირჩიო და დაწერო ერთი ჩვევა, რომელსაც გამოასწორებ, ერთი უნარი, რომელსაც შეიძენ, ერთი ადამიანი, რომელსაც დაეხმარები და ერთი ამბავი, რომელსაც აპატიებ. წარმოიდგინე წლის დასასრულს როგორი ამაყებ იმით, რომ საკუთარი თავის კიდევ უფრო უკეთესი ვერსია შეთქმენი. შენ ხომ წლის განმავლობაში 12 ჩვევა გამოასწორე, 12 ახალი უნარი შეიძინე, 12 ადამიანს დაეხმარე და 12 რამ აპატიე სხვებსა თუ საკუთარ თავს. ფაქტია, თვითირეალიზება მოაქვს თავდაჯერებულობას, თავდაჯერებულობა კი შედეგებს, რომლებიც გვეამაყება. ბოლოს კი დღის მოდელირება. ალტერ დღიურში ყოველი დღე წარმოადგენს ემოციების, დროისა და საქმეების მართვის სისტემას. აქ შესაძლებელია სტანდარტულად ჩამოწერო და გაანაწილო დღის ამოცანები. შემდეგ კი დაყო ისინი პრიორიტეტებად დროის მართვის მატრიცის გამოყენებით. მაგალითად, თუ დღის კონკრეტული ამოცანა მნიშვნელოვანი და სასწრაფოა, ის დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. თუ მნიშვნელოვანია, მაგრამ არასასწრაფო, აჯობებს უახლოესი მომავლისთვის გადადო. თუ სასწრაფოა, მაგრამ არამნიშვნელოვანი, შეიძლება დელეგირება და შესრულების სხვის
რისხვისთვის დავალება და თუ კი საკითხი არც სასწრაფოა და არც მნიშვნელოვანი ცხადია, არ ღირს მასზე დროის და რესურსის ხარჯვა. ეს ეფექტიანობის მოდელია და დაგეხმარება სტრესის გარეშე გაუმკლავდე ყოველდღიურ საზრუნავს. თუმცა საქმეების გარდა ალტერდღიური ემოციებზეც ზაგაფიქრებს. ამისთვის ყველა ფურცელზე ცუდი და კარგი ამბების გრაფები მოგიმზადეთ. ცუდი ამბების ადგილი ყოველი გვერდის ბოლოშია გამოყოფილი. მაგრატელის ნიშანი იმას ნიშნავს, რომ როდესაც ამ ხაზს შეავსებ, შეგიძლია ამოჭრა და შეინახო. ხოლო წლის ბოლოს გადახედო ჩანაწერებს, გაანალიზო შენახული სიბრაზეები და უბრალოდ დახიო. ასე შენ შეძლებ ადეკვატური შეფასება გაუკეთო მოვლენებს, რომლებმაც ნეგატიური განცდები აღძრეს შენში და სამუდამოდ გათავისუფლდე მათგან. რაც შეეხება კარგ ამბებს, ამისთვის ადგილი ყოველი ფურცლის დასაწყისში გამოვყავით. ეს ნათელი გრაფაა, ამიტომაც არ გამოტოვა არც ერთი დღე. დაწერე რა მოხდა კარგი, რა გაგიხარდა, რა გესიამოვნა, რისთვის და ვისი მადლიერი ხარ. ყოველ ჯერზე როდესაც ამ ჩანაწერებს გადახედავ, მიხვდები, რომ ცხოვრება სავსეა უამრავი დადებითი წვრილმანით და სწორედ მათი დანახვა გვაძლევს ბედნიერების განცდას. და როდესაც ყველა ფურცელი შეივსება და შენ დღიურის ბოლო გვერდზე წლის დასაწყისში შედგენილ სურვილების რუკას მიადგები, დარწმუნდები, რომ ყველაფერი რაც ხდება არა შენ თავს, არამედ შენთვის და შენი ცხოვრება არის სწორედ ისეთი, როგორიც თავად გადაწყვიტე იყოს. ამიტომ დაგეგმე და მართე შენი ცხოვრება და გახსოვდეს, ცვლილებები იწყება შენით.